ერთ ძალიან საინტერესო თემაზე უნდა გესაუბროთ. თქვენ იცით, რომ ასეა ცნობილი და ასეც არის რეალურად, რომ იმედს, პროპაგანდისტურ იმედს ყველაზე დიდი, ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. არ უარყოფ, არ ვეწინააღმდეგები, ვადასტურებ. მეც გეუბნებით, რომ TV იმედს არ ვლაპარაკობ რუსთავიორზე, GDS-ზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ანუ პროსახელისუფლოს სხვა არხებზე. სწორედაც რომ TV იმედზე ვლაპარაკობ, TV იმედს აქვს მართლაც ყველაზე მაღალი, თუ დიდი, მაღალი უფრო სწორია, რეიტინგი. არ გაგიკვირდებათ ალბათ, მაგრამ მე ამ რეიტინგებს ვეცნობი, მე ვიცი ეს რეიტინგები, ყველასი, აი მაგალითად ასეთი არხისა, გაგიკვირდებათ და მაგალითად არხისა Music Box. ამის რეიტინგიც კი ვიციან, მაგალითად აჭარისა, კავკასიისა, Silk Universalისა, Maestro-ისა, Maraos-ი, Post-TV-სა, TV-C რა არის, არ ვიცი, მაგრამ TV-C-სა, Channel 1, New Channel, Comedy-ს, GDS-ი, რუსთავიური, TV პირველი, ფორმულა იმედი. მოკლედ, ამათი ყველას რეიტინგები ვიცი, ჩვენი ფორმულასიც და ასე შემდეგ. არ ვიცი რატომ ხო, ამგური არ მაქვს არანაირი შეზღუდვა, რომ რეიტინგები მაინც და მაინც არ ავიტყვი რომელი კვლევითი ორგანიზაცია, მაგრამ რეიტინგების ნაწილი მაინც რომ გაგაცნოთ, პრინციპში ამას უფლება პრინციპში რატომ არ უნდა გქონდეს მაქვს და გარკვეული საჯარო ინტერესი რაღაცა, ამას გავაკეთებ ახლა. ვადასტურებ, რომ იმედს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი. ტოტალ რეიტინგი ასე მაგალითად 7 მარტს მას ჰქონდა ტოტალ 18+, ანუ სრულწლოვანი მოქალაქე მაყურებელში, ტოტალი ჰქონდა 4.27 და შეარი, ანუ ჩართული ტელევიზორების 23.55% უყურებდა კონკრეტულად TV იმედს. ვაღიარებ, ვადასტურებ, არ უარყოფ და ასეა. მაგრამ ეს რეიტინგები, რომლებიც მეც მომდის და ყველას მისდის, აი მაგალითად მათაც მისდით, ვინც ამბობს, რომ GDS-ი მეორე ადგილზეა, ან მესამე ადგილზეა, ან რუსთავი 2. ამ კონკრეტულ დღეს GDS-ი არის 1 2 3 4 უკაცრავად GDS-ი კი არა პოზიტივი 1 2 3 4 5 6 7 8 მეცხრე ადგილზე. რაღაცა ტელეკომპანია TVC-საც კი გაუსწრია, პოზიტივის ქონია 0.48. მე ასედი. ჩვენ ფორმულა გასულა მეორე დღეს, მეორე ადგილზე, TV პირველი მესამეზე, GDS-ი ორჯერ მეტი რეიტინგი, GDS-იც კი ვიდრე პოზიტივი და ასე შემდეგ. იმედი ვადასტურებ, რომ პირველ ადგილზე. ეხლა ამ კონკრეტი რეიტინგები რომ მომდის, მე მაქვს ჩანაშალებიც. ანუ აი აქ აი ამ Excel-ის ფაილში მე შემიძლია გაჩვენოთ პროგრამს კონკრეტულად, რომელ პროგრამას ხო დარწმუნებული ხართ, რომ ამაზე არ მიმუშავია, ანუ მე კი არ შევქმენი ეს ყველაფერი რეალურად არსებობს. და რომელ კონკრეტულ პროგრამას ჩვენ შემთხვევაში რამდენადაც მე ვხვდები, სწორი ვარ? ხო, ჩვენ შემთხვევაში რომელ კონკრეტულ პროგრამას რა რეიტინგი ჰქონდა. მე უკვე სხვა შემთხვევაში, მაგალითად TV პირველის, აი პირობითად ვლაპარაკობ. დილის ლაივს 7-ში TV პირველზე პირობითად ჰქონდა 0.90 და ჩართულ მაყურებელმა ჩართულ ტელევიზორში კი 8.47. დღის ამბებს ქონია 18 საათზე, საკმაოდ უყურებთ დღის ამბებს კი არა. ბოდიში ნოდარ მელაძის შაბათს ქონია საკმაოდ მაღალი რეიტინგი, კი არა მაღალი რეიტინგი, ჩართულ ტელევიზორებში თითქმის 20% და ასე შემდეგ. ხა ერთმანეთს უნდა დაადარო სასაათო ზოლების სასაკვირველი ამის თავი და სურვილი და უნარი მაქვს, მაგრამ სურვილი არა მაქვს. მე უკვე შემდგომი, აი top 50 programs. ხო, აქ უკვე არის ჩანაშალი, კონკრეტულად რომელი გადაცემებია ესოდენ პოპულარული ამა თუ იმ არხზე და ყველა არხის 50 top ყველაზე რეიტინგული გადაცემა. დავითვალოთ იმედის ჯერ რაოდენობას გეტყვით, ამ 50-ში რამდენი გადაცემა მოხდა იმედიდან. თქვენს თვალწინ მithვლი, მანამდე არც დამithვლია. იმედი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 50-ში იმედის 17 გადაცემა მოხდა. ფორმულასი ნაკლები რასაკვირველია, თუმცა მოდი დავითვალოთ ფორმულასის. მაგალითად, ფორმულასი მოხდა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
12, 13, 14. აი 17 იმედისა მოხდა, 14 კი მოხდა. შეიძლება თითო შემეშალა, მაგრამ უნდა მომიტევოთ. ხო, 17 იმედისა, 14 ფორმულასი და ასე შემდეგ. ეს არის კვლავ მეორე 7 რიცხვი. ეხლა ძალიან საინტერესოა, კი, მაგრამ რაზეა დაფუძნებული იმედის ეს რეიტინგი? რომელ კონკრეტულ გადაცემაზე ან გადაცემებზე? ამასაც გვეუბნება ეს კვლევითი ორგანიზაცია, რომელსაც არ ვასახელებ. სწორედ ამ ქვეთავში გვეუბნება ამ 50-ელში. პირველი 4 ადგილი იმედს უჭირავს. აკი გითხარით, ვადასტურებ. ავიკითხავ კი არა, ვკითხულობ. პირველ ადგილზე არის საოცარი რეიტინგით 25.76, აი ნოდარ მელაძის თუ გახსოვთ, ქონდა 24%-მდე. ხო, შაბათს, სწორედაც რომ აი ნოდარ მელაძის შაბათს ქონდა 19.82. პირველ ადგილზე არის ღია ეთერი დებატები, მაგდა ანიკაშვილი პროპაგანდისტი რო ლაპარაკობს რაცხას და კიდე კობახიძე მოყავს და აქვია იგოგოს მაგდა ანიკაშვილი კი არა მარიამ ქრივიშვილი 25, ანუ პოლიტიკურია არ გამათობ ფართო გაგებით კონკრეტული გაგებით ის რო გაგებით პოლიტიკურია უკვე შემდგომი 3 პირველ 4 ხეულში კვლავ მეორე 4-ვე TV იმედის გადაცემებია ნახეთ გადაცემებიან პროგრამები სიყვარული და ცოდვა სერიალი ანუ ღია დებატები რო არსებობს სიყვარული და ცოდვა იქნებოდა პირველ ადგილზე ამ სიყვარული და ცოდვაზე რა გითხრათ ვერც სიყვარულზე გეტყვით და ვერც ცოდვაზე და ვერც ამ სერიალის შინაარსზე მაგრამ გარკვეულზე მაღალი ალბათობით ამგვარ სერიალებს ისინი ვეღარ შეიძენენ იმიტომ რომ დასანქცირებულები არიან ანუ რაზეც არის დაფუძნებული ერთგვარად ნაწილობრივ მაინც TV იმედის რეიტინგი ის უბრალოდ ეთერიდან გაქრება შემდეგი მესამე ადგილზე გასული უსახლკაროები ეს ლათინურად წერია აქედან გამომდინარე მიჭირს უსახლკაროები სერიალი მისი რეიტინგი არის 23.76 ანუ ნოდარ მელაძის კარგი ცუდი მაგრამ პოლიტიკური რომელშიც რამდენიმე სკანდალური რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია საინტერესო სიუჟეტი იყო მინიმუმ რამდენიმე შეიძლება ყველაც უსახლკაროება დაჯაბნა რომელ საათზე გადის ეს უსახლკაროები 19 საათზე იწყება თურმე 19 საათზე 06-ზე დაწყებულა ვაი საბრალონი ჩვენი შოუ არ ვიცი რა არის მე-4 ადგილზეა გასული მისი რეიტინგი არის 22.73 უსახლკაროებისა ჩართული ტელევიზორებისა 23.76 მელაძისა აკი გითხარით 19.82 მელაძის შოუ სწორედაც რომ მეხუთე უკვე შემდგომ მელაძემ კი გაასწრო მაგრამ სიყვარულის სურნელი იქაც რაღაც სიყვარული და ცოდვა ფიგურირებდა აქ არის სიყვარულის სურნელი სერიალი ისევ იმედი და 22.98 და მე უკვე პოლიტიკური შოუ დღის ქრონიკა რომელიც 18 გასრავად 6-ის არასრულ 6-ის ნახევარზე დაიწყო და 21.52 და ასე შემდეგ რატომ გიამბობთ ამას უმრავლეს შემთხვევაში იმედის კონკრეტულად იმედის რეიტინგები დაფუძნებულია სწორედაც რომ სერიალებზე გასართობ შოუებზე გასართობ მეგა შოუებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხვალზე ეგ როდესაც ბრიტანული სანქციები მთელი სისავსით ამოქმედება არ გულისხმობ ახლა ხელფასს როგორ მიიტანენ ბარათზე დაურიცხავენ თუ არა ამას არ გულისხმობ ბარათზე დაურიცხავენ თუ არა მე ვგულისხმობ იმას ეს არის საქართველოს ბანკის ბარათი მე ვგულისხმობ იმას რომ მათ არ ექნებათ წვდომა იმ კომპანიებთან ურთიერთობას ვეღარ გააგრძელებენ რომლებიც ამ სერიალებს ან მეგა შოუების პროექტებს ყიდიან ფულიც არ ექნებათ იმიტომ რომ თითო სერიალი რომ ვიცოდეთ მაინც რამდენიმე ათეული კი არა რამდენიმე ასეული 1000-იც კი ჩდება თითო შოუ მისი ციკლი ჩდება მილიონიც კი მილიონზე მეტიც კი მეგა შოუს გულისხმობ და იმიტომ რომ ხელფასი დეკორაცია განათება გადაღება უამრავი ისეთი წყილბარი რომელიც გულახდილად გეტყვით მეც კი არ ვიცი ანუ იციან რაღაც ამ მიმართულების სპეციალისტებმა კი არა ხეცებმა რომლებიც იმედშიც არიან განა არა აი არის ესეთი არ დავასახელებ გვარს ხო რამდენიმე რომლებსაც მე ვიცი თუ კარგად მეტნაკლებად კარგად
და ჩვენთანაც არიან და საზოგადოებრივ მაუწყებლად რუსთავზეც არიან, იქნებიან კი არა არიან. პოზიტივი სი რა მოგახსენოთ, არ ვიცი. აიმიტომ კი რომ არ არიან, არა მიუხედავად არ ვიცი. ეს რეიტინგები დაფუძნებული არის სწორედაც რომ იმ ამგვარ შოუებს. პოლიტიკური შინაარსისა ან პრაქტიკულად არაფერი. ეხლა მე გითხავს თქვენგანი პოლიტიკური შინაარსის კი, მაგრამ რა არის თქვენთან? აი თქვენ ხო გაქვთო ამ დღეს კონკრეტულად ჩვენ გვაქვს თითქმის ორჯერ ნაკლები რეიტინგი, ანუ 4.27 ჩართულ ტელევიზორებში მოდის ვიხდი, 23.45 მიასედი აქვს იმეც და 4 ანუ 9% გვჯაბლის იმედი, 14.31 გვაქვს ჩვენ. და თქვენ რა გაქვთ? ეხლა მე გეტყვით ჩვენ რა გვაქვს, ანუ ჩვენ რა პროგრამებში ვიყავით წინ წაწეულები კონკრეტულად ამ დღეს. ვლაპარაკობთ კვლავ მიმეორებ 7 რიცხვზე. 7 რიცხვზე. ყველაზე რეიტინგული ჩვენი იყო ფანტასტიკური გადაცემა. ღია სივრცე, ავტორები ნინო ზაუტაშვილი და გელა მთივლიშვილი. ფანტასტიკური გადაცემა 5.95 და ჩართული ტელევიზორების 7.77 მიასედი. ფანტასტიკური შედეგია ქვეყნის მასშტაბით. თბილისში კიდევ უფრო მაღალია, რამდენადაც ხვდები. ხო, თბილისში 21-ია ჩართული ტელევიზორებისა და რეგიონებში ცოტა ნაკლები კი არა, გვარიანად ნაკლები მიზეზთა და მიზეზთა გამო. ეხლა მივხვდით რატომ აქვს იმეც მაღალი რეიტინგი. იმიტომ რომ ის არის პირველი არაკომპეტენტურობის განსახიერება და სიყვითლის ერთი. პროპაგანდის პირველ ყოვლისა ეს საინფორმაციო პოლიტიკურ ნაწილში. აი მაგალითად მისი იმედის, რა ქვია, კვირა. მაქვს მე 8 რიცხვის შედეგებიც გადა არა მაქვს. მაქვს იმედის კვირა ქვია, ხო, იმ რუსის გადაცემას ჩიხლაზე რო აგვართ. ნახეთ, ნახოთ, კვირაც ნახოთ. ისევ და ისევ სიყვარული და ცოდვა სერიალ შეგვჭამეს. მეორე, უსახლკაროები ასევე სერიალ ნოესთან. იმედის კვირა აგე მე-4-ზე გასულა. 19.31 და იმედის კვირაც კი პრაქტიკულად ვერ ჯაბლის, რომელიც ასე ამდენი ჩდება და ამდენი რაღაცა დიდი ბიუჯეტი აქვს და ნოდარ მელაძის გადაცემასთან შედარებით ბევრად დიდი ბიუჯეტი. რამდენიმე გადაცემა, მაგალითად ჩვენ ახს 10 გადაცემა რაც არის ჯამში, დროება, კონკრეტულად ჩემი გადაცემა, ავისი საინფორმაციო, სოფოს გადაცემა და ასე შემდეგ. იმედის იმედის კვირას ერთ გადაცემას აქვს ორჯერ მეტი ან 1.5-ჯერ მეტი ბიუჯეტი, ვიდრე ჩვენ ყველას ერთად, ან TV პირველზე ყველას ერთად რომ ვიცოდეთ მაინც. მართლაც რუსთავი 2-ზე 39.000 რო იღებდა არაკოვალიანი, ხო წარმოგიდგენიათ რა თანხას იღებს ირაკლი ჩიხლაზე ან ვინმე სონღულაშვილი, რომელიც საინფორმაციო სუფროში და ამავდროულად მეწილეა რა ცხოვრება დადგა ხალხნამ მეწილეა TV იმედისა და დაუთმეს წილი, რატო დაუთმეს? რამე რაღაც დამსახურებები აქვს ქართული ჟურნალისტიკის წინაშე, ვინმე სონღულაშვილს ან ჩიხლაძეს ან ვინმეს? ხო, იმავე იმედზე გეტყვით 2-3 ადამიანს, რომელსაც მეტად ეკუთვნოდა თამარ საგარიშვილს მეტად ეკუთვნოდა წილი, ვიდრე არა მე რა შხულს კი არ ვაგდებ, მაგრამ ისე ვამბობ, მას უფრო აქვს დამსახურება იმედში, ვიდრე ვინმე სონღულაშვილს შხულს არ ვაგდებ, როგორც რაც უნდა ისუქრიათ. მაგრამ მაინც იმედის რეიტინგი დაფუძნებული არის სწორედაც რომ აი ამ მეგა შოუებზე გაქრება მეგა შოუები, აღარ იქნება ფული, აღარც ლევი, აღარც პრავი, აღარც შავი, აღარც თეთრი, აღარც მწვანე, აღარც არამწვანე და ასე შემდეგ და ეს რეიტინგიც ბუმ და ჩაიფუშება. ნელა რასაკვირველია. აგერ მე და აგერ თქვენ. ნახვამდის.